მოსაზიანებს. ოთარ მეღვინე-თუხუცეს კვირას დიდუფის პანთეონში დააკრძალავენ. შაბათს კი მსახიობს მარჯანიშვილის თეატრში გადაასვენება, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ცნობილი ქართველი მსახიობი 91 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტი არაერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი სიცოცხლის ბოლომდე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე იდგა. ბოლო როლი ოთარ მეღვინე-თუხუცესმა რამდენიმე თვის წინ განასახიერა. და მარიკა ჩალიკაშვილი ჩაგვერთვება ახლა მოამბის პირდაპირ ეთერში. მარიკა, გისმენთ. ოთარ მეღვინე-თუხუცესი გვიან ღამით მძიმე ავადმყოფობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩვენ დილიდან ვიმყოფებით მის საცხოვრებელ სახლთან, სადაც მთელი დღის განმავლობაში მოდიან მისი მეგობრები, კოლეგები, პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები. ისინი სამძიმარს უცხადებენ ოთარ მეღვინე-თუხუცესის ოჯახს და იმ უდიდეს ღვაწლზე საუბრობენ, რომელიც მსახიობმა ქართული კინოსა და თეატრის განვითარებაში შეიტანა. განსაკუთრებით მისი კოლეგები გამოყოფენ ფილმს „დართა თუთაშხია“ და ამბობენ, რომ ეს როლი მის შემოქმედებაში საეტაპო იყო. ჩემი თაობა და არა მარტო ჩემი თაობა, ჩემი შემდგომი თაობა გამოიზარდა იმ ზნეობრივი გმირების მაგალითით, რომელსაც განასახიერებდა ბატონი ოთარ მეღვინე-თუხუცესი. დიდი განმეორებელი მსახიობია და მადლობა მის სულს ყველაფრისათვის. მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ შორის იყო. ტრაგიკოსი სიტყვა მხოლოდ ვკითხულობ ჩვენ და ეს უკანასკნელი ტრაგიკოსი იყო, რომელსაც დატოვა ეს ქვეყანა. გავა წლები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის წასვლას მეტად აღვიქვამთ და მეტად დაგვაკლდება აი ესეთი თვისებების მატარებელი მსახიობის ადგილი. შეიძლება უკანასკნელი მოხიკანი ისეთი დიდი მასშტაბი იყო ჯერ მის გარეგნობაში, ასეთი გარეგნობის მსახიობი არ ყოლია ქართულ სცენას, ჩემის აზრით. და მერე მისი მსახიობური პოტენციალი. აი დიდი მსახიობი, დიდი პიროვნება წავიდა. ვერაფერი ვერ შეავსებს ამ სიცარიერეს. საყვარელ საქმეს ოთარ მეღვინე-თუხუცესი სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ემსახურებოდა. მარჯანიშვილის მშობლიურ თეატრში მან თავისი ბოლო როლი რამდენიმე თვის წინ სპექტაკლში „ნაფტალინი“ ითამაშა. სწორედ მარჯანიშვილის თეატრში გადაასვენებენ შაბათს საღამოს მსახიობს. კვირას გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი და მას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. მადლობა მარიკა, შალიკაშვილი.